გამარჯობა აფხაზეთო შენი. ასე ერქვა სპექტაკლს, რომელიც სოხუმის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებით თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში მეოთხე კურსელებმა წარმოადგინეს. საღამოს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინიციატივითა და თეატრალური უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა. თანამედროვე ქართველი მწერლების ნაწარმოებებზე აგებული სცენარი. აფხაზეთის ომის რეალურ ფაქტებთან ერთად ჩვენი აფხაზი თანამემამულეებისთვის ერთგვარი სიყვარულის გზავნილსაც შეიცავდა. აფხაზეთი უნდა გვახსოვდეს მუდამ და ამ ახალგაზრდების მიერ მონაყოლი ნათქვამი მეტად უფრო გადამდებია ვიდრე იმ ძველი თაობის, რომელსაც გვახსოვს კარგად აფხაზეთი. უფრო ცოტა ცრემლიანი იქნება, მაგრამ არა უშავს. მე მგონი რომ რაღაცებზე ცრემლიც უნდა დავხარჯოთ. რაღაცები გულამდე უნდა ჩაუშვათ და მე მგონია რომ ჩვენ დავიბრუნებთ აფხაზეთს აუცილებლად. მშვიდობას ნამდვილად არ გააჩნია არანაირი ალტერნატივა და მე დარწმუნებული ვარ და მჯერა ესეთი გზავნილებით, რომელიც დღეს გაკეთდა სახელმწიფოს მხრიდან, საზოგადოების მხრიდან, პატრიარქის მხრიდან მოგიყვანს ჩვენ იმ მდგომარეობამდე, როდესაც ჩვენ გავაერთიანებთ ჩვენ საზოგადოებას, ვიცხოვრებთ ერთად, გაუზიარებთ ერთმანეთს იმ ემოციას, რომელიც ჩვენ დღეს ვნახეთ ამ წარმოდგენის დროს, შევძლოთ გაუზიაროთ ერთმანეთს სიყვარულს, გავაერთიანოთ ჩვენ საზოგადოებას და ვიცხოვროთ ჩვენი ქვეყნის გასანვითარებლად. დადგმა იყო ძალიან გულწრფელი. აი ბავშვებმა ფაქტობრივად სტუდენტებმა ისე ითამაშეს და ეს თემა ისე ასე ვთქვათ განაახლეს ის ტკივილიც და ის იმედიც სამომავლოდ რომ ეს გზები მაინც გაიხსნება, მაინც ადამიანები მოძებნიან საერთოს, ეს იყო ამაღლებელი ყველასათვის და მე ვფიქრობ რომ ისინი რომელსაც უკვე გავლენ საქართველოს სხვა რეგიონებში და თავიანთ თანატოლებს ამ თავიანთ შემოქმედებას აჩვენებენ, ხო, ყველა უფრო იმედიანად იქნება, გადახედავს ისტორიას და რაც თავარია, მანდ იყო საუბარი კიდევ, რომ ჩვენ გზებს ვიპოვით ერთმანეთისაკენ და სხვანაირად არ შეიძლება რომ მოხდეს.